მოგესალმებით მეგობრებო, ახალი ვიდეოს დრო მოვიდა. მაგრამ სანამ გადავალთ ვიდეოზე, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ვინც გამოიწერეთ ჩემი არხი, ალაიქებთ ვიდეოებს, წერთ კომენტარებს. ეს ძალიან დიდ мотивაციას მაძლევს, რომ არ გავჩერდეთ და რაც შეიძლება მალე შემოგთავაზოთ ახალი ვიდეოები. ახლა კი დღეს ვილაპარაკებთ კაფკაზე და რა თქმა უნდა ამას გავაკეთებთ მარტივი ენით და ლამაზი ანიმაციებით, ისე რომ ვიდეოს ბოლოს ყველასთვის გასაგები იყოს რა არის კაფკა და რა პრობლემებს აგვარებს. მიკროსერვისების ვიდეოში გაკვირთ ვახსენე კაფკა. თუ ეს ვიდეო არ გინახავთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ, ლინკს აღწერაში დავტოვებ. როგორც იცით, დიდ სისტემებში არის ბევრი მიკროსერვისები, რომლებიც მუდმივად საუბრობენ ერთმანეთში. ერთმა სერვისმა რაღაც დაამატა, მეორემ უნდა გაიგოს ამის შესახებ, მესამემ ნოტიფიკაცია გააგზავნოს, მეოთხემ ლოგი შეინახოს და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მყისიერად და დიდი დატვირთვის პირობებში. ახლა რა არის კაფკა და რატომ შეიქმნა? Apache Kafka არის სისტემა, პროგრამა, რომელიც შექმნილია მონაცემების გადაცემისთვის. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, Kafka არის ადგილი, სადაც სისტემები აგზავნიან ინფორმაციას და სხვა სისტემები ამ ინფორმაციას კითხულობენ. ერთგვარი რადიოს პრინციპია, კონკრეტულ არხებზე გადაეცემა ინფორმაცია და ვინც ამ არხებს უსმენს, ის იღებს ამ ინფორმაციას და ამუშავებს. Apache Kafka შექმნილია LinkedIn-ში დაახლოებით 2010 წლისთვის. პროექტის ავტორები არიან ჯეი კრეფსი, ნეჰა ნარხიდე და ჯონ რაო. მათ სურდათ შეექმნათ სისტემა, რომელიც შეძლებდა რეალურ დროში მონაცემების უზარმაზარი ნაკადის დამუშავებას, რადგან იმ დროისთვის არსებული ტექნოლოგიები LinkedIn-ის მზარდ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა. ასევე ორი სიტყვით გეტყვით, რომ კაფკას სახელი უკავშირდება ცნობილ მწერალს ფრანც კაფკას და ეს იდეა ეკუთვნის ჯეი კრეფს, რომელიც ლიტერატურის დიდი მოყვარულია. დღეს კაფკა გამოიყენება ისეთი გიგანტების მიერ, როგორიც არის Uber, Netflix, Airbnb და სხვა მონაცემების სწრაფი და საიმედო მიმოცვლისთვის. Uber-ზე ერთს დავამატებ, როდესაც Uber-ის აპლიკაციაში ხედავთ, როგორ მოძრაობს მანქანა რუკაზე რეალურ დროში. ყოველ წამს თქვენი ტელეფონი აგზავნის კოორდინატებს კაფკაში, საიდანაც მას კითხულობს რუკის სერვისი და სხვადასხვა ანალიტიკური სისტემები. ეს უბრალოდ რომ წარმოიდგინოთ რა მასშტაბის მონაცემებს ამუშავებს კაფკა. კარგი, გვეყოფა ახლა ისტორია და ლიტერატურა, გადავიდეთ საქმეზე და მაინც რა პრობლემებს აგვარებს კაფკა. თანამედროვე სისტემაში მთავარი პრობლემა არის, როგორ გადაადგილდება მონაცემების სისტემებს შორის. როცა ერთი სისტემა რაღაცას აკეთებს, ამ ფაქტის შესახებ ხშირად ბევრმა სხვამ უნდა იცოდეს და სწორედ აქ იწყება პრობლემები. ძველი მიდგომა ასეთი იყო. ერთი სისტემა პირდაპირ უკავშირდებოდა მეორეს, მეორე მესამეს, მესამე მეოთხეს და ასე შემდეგ. რაც უფრო იზრდებოდა სისტემა, კოდი რთულდებოდა, დამოკიდებულება მატულობდა, ნებისმიერ შეფერხება ჯაჭვურ რეაქციას იწვევდა და ჩვენი სერვისები დომინოს პრინციპით ითიშებოდა. კაფკა ამ პრობლემას სხვანაირად აგვარებს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გეგმავთ რაიმე ივენტს სამეგობროში და 15 მეგობარი ხვალ 4 საათზე უნდა შეკრიბოთ სადმე კონკრეტულ ადგილზე. თქვენ გაქვთ სამი ვარიანტი. ან უნდა დაურეკოთ 15 მათგანს და შეატყობინოთ შეხვედრის ადგილი, ან ყველას ცალ-ცალკე მიწეროთ WhatsApp-ში, ან შექმნათ WhatsApp-ის ჯგუფი და დაამატოთ 15 მეგობარი და გააგზავნოთ მხოლოდ ერთი შეტყობინება, სადაც მიიწერებით კონკრეტულ ინსტრუქციას, ასევე მოსთხოვთ, რომ ყველა მოიწეროს OK დასტური იმისა, რომ მიიღეს შეტყობინება. კაფკას შემთხვევაში ეს OK ACK არის, მაგრამ ეგ ცოტა ქვემოთ ჩავშალოთ. ეს ყველაფერი ბანკის მაგალითზე რო გადავთარგმნოთ, შეიძლება გახსოვდეთ 10 წლის წინ, როდესაც რიცხავდით ფულს და დააჭერდით გადარიცხვას, ამოხდებოდა loading-ის იკონკა, ხატულა, არ ვიცი როგორ ქვია ზუსტად, იკონკა და ელოდებოდით, როდის დასრულდებოდა პროცესი. ეს ოპერაცია საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდა, რადგან როდესაც თქვენ გადარიცხვას აკეთებთ, რეალურად უკან ბალანსის სერვისი ამოწმებს ბალანსს, ტრანზაქციის სერვისი ბლოკავს თანხას, გადააქვს სატრანზიტო ანგარიშზე, მერე მიმღების ანგარიშზე, ასევე ნოტიფიკაციის და SMS სერვისებმა უნდა გააგზავნონ მესიჯები ჩამოჭრაზე და ჩარიცხვაზე, ასევე AML-ში და ანტიფროდში იგზავნება. მოკლედ საკმაოდ დიდი დრო ჭირდება და ხშირი იყო ტრანზაქციის შუაში გაჭედვა. ხან ინტერნეტის ჩავარდნის გამო, ხან რაღაც სხვადასხვა მიზეზ დატვირთვის გამო მაგალითად, მაგრამ დღეს, როდესაც დააჭერთ გადარიცხვას, მომენტალურად ეწერება თანხა გადარიცხულია. თუ რა თქმა უნდა გააქვთ თანხა, მაგრამ ასევე ეწერება, რომ თქვენი მოთხოვნა მუშავდება და მომენტალურად რომ დაბრუნდეთ მთავარ გვერდზე, შეიძლება თქვენი ტრანზაქცია ჯერ არც ჩანდეს.
ეს იმიტომ, რომ თქვენი მოთხოვნა გაიგზავნა message broker-ში. აქ Kafka-ს არ ვამბობ სპეციალურად, იმიტომ რომ შეიძლება Rabbit-ი ან სხვა მაგალითად ActiveMQ message broker-ი იყოს კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული, მაგრამ სწორედ მსგავს პრობლემებს აგვარებს Kafka. ეხლა ჩავშალოთ კონკრეტულად როგორ მუშაობს ეს პროცესი. სანამ Kafka-ს მუშაობის პრინციპს გავიგებთ, საჭიროა რამდენიმე ძირითადი სიტყვა, ტერმინი გავარჩიოთ, რომლებიც ხშირად ჟღერს Kafka-სთან მიმართებაში, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივად არის. პირველი არის ტოპიკი. ტოპიკი არის უბრალოდ სახელი, სადაც მოვლენები, ივენთები იყრის თავს. მარტივად რომ ვთქვათ, ტოპიკი არის კატეგორია ან არხი, მაგალითად გადარიცხვები, შეკვეთები, ლოგები. ჩვენი მაგალითის შემთხვევაში ტოპიკი არის ის WhatsApp-ის ჯგუფი, რომელიც თქვენ შექმნით მეგობრების ინფორმირებისთვის. Kafka-ში არაფერი ხდება ტოპიკის გარეშე. თუ მონაცემი იგზავნება, ის აუცილებლად რომელიმე ტოპიკში ხდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ტოპიკი არ არის ერთი მესიჯი. ტოპიკი არის ადგილი, სადაც ესეთი მესიჯები გროვდება. შემდეგი მოდის უკვე მესიჯი. მესიჯი არის ერთი კონკრეტული ფაქტი, ივენთი, მაგალითად გადარიცხვა შესრულდა, შეკვეთა შეიქმნა, მომხმარებელი დარეგისტრირდა. ეს არის ჩანაწერი, რომელიც Kafka-ში ინახება. მესიჯი ჩვეულებრივ შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: რა მოხდა, როდის მოხდა და ხშირად დამატებით დეტალებს. შემდეგი ტერმინი არის პროდიუსერი. პროდიუსერი პირდაპირ ვთარგმნოთ არის წარმოებელი, ანუ ვინ აგზავნის მონაცემებს. პროდიუსერი არის სისტემა, რომელიც აგზავნის მესიჯებს Kafka-ს რომელიმე ტოპიკში. პროდიუსერი შეიძლება იყოს back-end სერვისი, mobile app-ი, სხვა რომელიმე სისტემა. პროდიუსერისთვის მთავარი იდეა არის მე ვწერ ინფორმაციას და არ მაინტერესებს ვინ წაიკითხავს. ის უბრალოდ წერს ტოპიკში და აგრძელებს მუშაობას. და ბოლო ტერმინი არის კონსუმერი, ანუ მომხმარებელი, ვინ კითხულობს მონაცემს. კონსუმერი არის სისტემა, რომელიც კითხულობს მესიჯებს Kafka-ს ტოპიკებიდან. კონსუმერი შეიძლება იყოს ნოტიფიკაციების სერვისი, შეკვეთების სერვისი, სხვა ნებისმიერი სერვისი, რომელსაც აინტერესებს კონკრეტული მესიჯი. კონსუმერი თვითონ წყვეტს, როდის წაიკითხოს, რამდენი წაიკითხოს და სად შეჩერდეს. ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ, ტოპიკი არის ადგილი, სადაც მოვლენები იწერება, მესიჯი არის ერთი კონკრეტული მოვლენა, პროდიუსერი ვინც წერს, ვინც აწარმოებს მესიჯს და კონსუმერი ვინც კითხულობს ამ მესიჯებს. ეს 4 ნაწილი არის Kafka-ს ფუნდამენტი. ახლა გადავიდეთ ინფრასტრუქტურულ ნაწილზე და ვნახოთ საცხოვრობს Kafka და როგორ არის მოწყობილი შიგნიდან. ეს ძალიან ტექნიკური ჩანს, მაგრამ იდეა ძალიან მარტივია. დავიწყოთ ბროკერით. ბროკერი არის უბრალოდ Kafka-ს ერთი სერვერი. მისი მთავარი საქმეა მიიღოს მესიჯები პროდიუსერებისგან, შეინახოს ისინი და მისცეს კონსუმერებს წაკითხვის საშუალება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბროკერი არის საცავი და გამანაწილებელი, მაგრამ ერთი ბროკერი მარტო ბევრს ვერ შეძლებს. შეიძლება გადაიტვირთოს, შეიძლება გაითიშოს და ყველაფერი გაჩერდეს. სწორედ ამიტომ Kafka იშვიათად მუშაობს ერთი ბროკერით. ამიტომ არსებობს Kafka-ში კლასტერის ცნება. კლასტერი არის რამდენიმე სერვერი ერთად. რატომ გვჭირდება ეს? იმიტომ რომ რეალურ სისტემებში მონაცემები ბევრია. შეცდომები ხდება და კლასტერი გვაძლევს საიმედოობას. თუ ერთი ბროკერი გაითიშება, სხვა აგრძელებს მასშტაბირებას და დატვირთვა ნაწილდება. შესაბამისად, სისტემა სტაბილურად აგრძელებს მუშაობას. Kafka თავიდანვე შექმნილია ისე, რომ იმუშაოს რამოდენიმე სერვერზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა partitioning. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ტოპიკებს ვყოფთ ნაწილებად. წარმოიდგინეთ, რომ ტოპიკი Kafka-ში არის ერთი დიდი ფაილი. ჩვენ რომ მას ვყოფთ partition-ებად, ეს ნიშნავს, რომ ეს ტოპიკი იყოფა ნაწილებად. შესაბამისად, ვიღებთ ბევრად უკეთეს სიჩქარეს. პროდიუსერები პარალელურად წერენ ინფორმაციას და შესაბამისად კონსუმერები პარალელურად კითხულობენ. რომ წარმოვიდგინოთ, ბროკერი არის საწყობი. დაუშვათ არის Amazon-ის საწყობი. კლასტერი გამოდის Amazon-ის საწყობების სხვადასხვა ქალაქებში. ტოპიკი არის პროდუქტის კატეგორია საწყობში, ვთქვათ, რომ ტექნიკა დევს საწყობის ერთ მხარეს და მანქანის ნაწილები მეორე მხარეს. Partition-ი არის თაროები ამ კატეგორიაში. რაც მეტი თაროა, შენ გიადვილდება კონკრეტულ პროდუქტთან წვდომა. შესაბამისად, პროცესი უფრო სწრაფად მუშაობს. Partition-ები გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენი ტოპიკი გავყოთ მაგალითად 5 partition-ად და ამ 5 partition-ში ვაწარმოოთ პარალელური ჩაწერა და წაკითხვა, რაც რა თქმა უნდა პროცესს ააჩქარებს. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ partition-ებში ინფორმაცია იწერება თავისი რიგით, ანუ ერთი და იგივე ტოპიკში ერთი მესიჯი თუ გავუშვით პირველ partition-ში და მეორე მესამე partition-ში, წაკითხვის რიგითობა სხვადასხვა იქნება, მაგრამ Kafka გაძლევს საშუალებას ეს პროცესი დავალაგოთ და
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაღაც კონკრეტული მესიჯები აუცილებლად უნდა იქნას დამუშავებული კონკრეტული რიგითობით, ანუ ერთმანეთის მიყოლებით და არავითარ შემთხვევაში პარალელურად ან რიგითობის დარღვევით, Kafka გაძლევს საშუალებას, რომ კონკრეტული მესიჯები ყოველთვის ჩაიწეროს კონკრეტულ ფარტიშენებში. რაც ასევე გვაძლევს გარანტიას, რომ ისინი ერთმანეთის მიყოლებით დამუშავდება. ამისთვის უბრალოდ JSON-ში მესიჯის JSON-ში ვამატებთ key პარამეტრს და ისეთი მესიჯები, რომლებსაც აქვთ ერთი და იგივე key პარამეტრი, ყოველთვის მოხდება ერთი და იგივე partition-ში და შესაბამისად ერთმანეთის მიყოლებით დამუშავდება. ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ, ბროკერი არის Kafka-ს ერთი სერვერი. კლასტერი რამოდენიმე ბროკერი ერთად და partition-ი ტოპიკის დაყოფა სიჩქარისა და მასშტაბირებისთვის. ახლა კი განვიხილოთ, როგორ მოძრაობს ინფორმაცია პროდიუსერიდან კონსუმერამდე. რეალურად რა ხდება იმ მომენტიდან, როცა რაღაც მოვლენა მოხდა და იმ მომენტამდე, როცა ეს ინფორმაცია რომელიმე სერვისმა წაიკითხა. ამ ყველაფერს ავხსნით საბანკო გადარიცხვის მაგალითზე. პირველი არის მოვიდა გადარიცხვის მოთხოვნა. კლიენტი აგზავნის გადარიცხვის მოთხოვნას მაგალითად mobile app-დან. ეს მოთხოვნა ხდება გადარიცხვის სერვისში, ეგრეთ წოდებულ ტრანსფერ სერვისში. ამ ეტაპზე ფული ჯერ არ გადარიცხულა. არაფერი შეცვლა ანგარიშებზე, ეს უბრალოდ მოთხოვნაა. ტრანსფერ სერვისი ხდება პროდიუსერი, იღებს ამ მოთხოვნას და აგზავნის Kafka-ში, მაგალითად ტოპიკში transfer requested. მესიჯში წერია გამომგზავნის ანგარიში, მიმღების ანგარიში, თანხა, ვალუტა, transfer ID და კიდევ ბევრი ველი, დაახლოებით 50 ველია საგადახდო დავალება. ნიშნულოვანი მომენტია, რომ transfer სერვისი არ ასრულებს გადარიცხვას თავად და არ იძახებს სხვა სერვისებს პირდაპირ. ის უბრალოდ წერს მოვლენას Kafka-ში, Kafka ინახავს მოთხოვნას და იწყება პროცესები. Kafka იღებს ამ მესიჯს და ინახავს უსაფრთხოდ. ამ მომენტიდან მოთხოვნა აღარ დაიკარგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. როგორც კი Kafka-ში მოხდება ჩანაწერი, ჩვენი ინფორმაცია არის უსაფრთხოდ. სულ რომ გაითიშოს ჩვენი სერვისები, როგორც კი აღდგება სერვისების მუშაობა, ინფორმაცია დაუყოვნებლივ დამუშავდება. პროცესში შესაძლოა ჩაერთოს რამდენიმე სერვისი. პირველი იქნება ტრანზაქციების სერვისი, რომელიც არის კონსუმერი. რომელიც კითხულობს ტოპიკს transfer requested, transaction სერვისი იღებს მოთხოვნას Kafka-დან, ამოწმებს ბალანსს, ატარებს ბუღალტრულ ჩანაწერებს, ასრულებს ფულის რეალურ გადარიცხვას. როცა პროცესი წარმატებით სრულდება, transaction სერვისი აგზავნის ახალ მოვლენას Kafka-ში, მაგალითად transfer completed და ეხლა უკვე სხვა სერვისები ერთვებიან საქმეში. ამავე პროცესში შეიძლება მონაწილეობდნენ ანტიფროდის სერვისი, ლიმიტების სერვისი, ნოტიფიკაციების სერვისი, ანალიტიკა. ყველა მათგანი კითხულობს Kafka-დან, მაგრამ არ არიან მიმული ერთმანეთზე და შედეგს ისევ Kafka-ში აბრუნებენ. რატომ არის ეს არქიტექტურა ძლიერი? იმიტომ რომ transfer სერვისი მხოლოდ მოთხოვნას აფიქსირებს. transaction სერვისი პასუხისმგებელია შესრულებაზე. Kafka აკავშირებს პროცესის ყველა ნაბიჯს. სისტემა მარტივად ფართოვდება და თუ ხვალ დაემატება ახალი შემოწმება მაგალითად უბრალოდ ახალი კონსუმერი დაემატება. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი პროცესები არის დაყოფილი პატარა ნაწილებად, სადაც სერვისები ერთმანეთს არ ელოდებიან. ყველა მიცის მხოლოდ თავისი გასაკეთებელი საქმე და აკეთებს ამ საქმეს. შესაბამისად ვიღებთ მოქნილ, უსაფრთხო და სწრაფ პროცესს. ასევე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მინდა განვიხილოთ. ეს არის მონაცემების გარანტირებული გადაცემა. ზევით ვახსენე, რომ თუ Kafka-ში მოხვდა ინფორმაცია, ის არ დაიკარგება. მაგრამ ლოგიკური კითხვაა, რატომ არ დაიკარგება? Kafka ჩვეულებრივი პროგრამაა, ჩვეულებრივ სერვერზეა გაშვებული, ჩვეულებრივ ქსელში. ანუ შესაძლოა სერვერი დაიწვას, ქსელი გაითიშოს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაშინ რატომ ვართ ასეთი დარწმუნებულები, რომ ინფორმაცია არ დაიკარგება? პირველ რიგში, როგორც უკვე ვახსენე, Kafka მუშაობს კლასტერული პრინციპით. არასდროს არ უნდა იყოს Kafka ერთ სერვერზე. როგორც წესი არის 3 და მეტი სერვერი. იმის შანსები, რომ 3-ვე სერვერი ერთად გამოირთოს, ძალიან დაბალია. შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასევე არსებობს DR სასერვერო, ეგრეთ წოდებული disaster recovery, სადაც ასევე რეპლიცირდება ეს მონაცემები, იმის შანსი, რომ ინფორმაცია დაიკარგოს, უკვე ნულამდე დადის. ასევე, როდესაც Kafka-ს აყენებთ, თქვენ შეგიძლიათ ის დააკონფიგურიროთ შემდეგი პარამეტრებით, რომ ის გარანტირებულად მიიტანს შეტყობინებას მაქსიმუმ ერთხელ. ყურადღება მივაქციოთ ამ კონფიგურაციას. რას ნიშნავს მაქსიმუმ ერთხელ? ეს ნიშნავს, რომ მესიჯს, რომელსაც პროდიუსერი გაუშვებს, შესაძლებელია მივიდეს კონსუმერთან ან ერთხელ, ან ერთზე ნაკლებჯერ, ანუ 0-ჯერ.
ეს ნიშნავს, რომ ამ გარანტიით არის შესაძლებლობა, რომ თქვენი მესიჯი კონსუმერამდე არ მივიდეს და ეს კონფიგურაცია არის ჩადებული კაფკაში და ამ გარანტიას ქვია at most once, მაქსიმუმ ერთხელ. ეხლა ეს გარანტია მარტივად რომ თქვათ, პროდიუსერი უშვებს მესიჯს და ეს მესიჯი არის შესაძლებელი, რომ არ მივიდეს კონსუმერამდე. მაშინ იკითხავთ, რატომ არსებობს ასეთი გარანტია? იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც ინფორმაცია არ არის ძალიან კრიტიკული, მაგრამ არის საჭირო ძალიან დიდი სისწრაფე მონაცემების გადასაცემად. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ ანალიტიკის სერვისი, რომელიც აპლიკაციას აკვირდება და ნახულობს, ვინ რას დააჭირა და ასე შემდეგ, ამ სერვისში თუ დაიკარგება 1 ან 2 კლიკი, აბსოლუტურად არაფერი არ იცვლება საერთო სურათში. მაგრამ ამ სერვისისთვის არის საჭირო ძალიან დიდი წარმადობა და სიჩქარე, რომ ამდენი მონაცემი ძალიან სწრაფად გაუშვას. შესაბამისად, ეს გარანტიაც ამისთვისაა შექმნილი. არის ძალიან ჩქარი, რადგან არ ჭირდება ჩაწერა, გადაამოწმება და ასე შემდეგ, მაგრამ არის შანსი, რომ გზაში რამოდენიმე ჩანაწერი დაიკარგოს. თუ თქვენი ამოცანისთვის ეს მისაღებია, მაშინ ყველაზე სწრაფი ინფორმაციის გადაცემის მეთოდი ეს არის. მაგრამ რა თქმა უნდა, at most once არ არის ის, რისთვისაც კაფკას ყველა იყენებს. მით უმეტეს, რომ ამ ნაწილში Redis-ი უკეთესად მუშაობს და კი Redis-საც აქვს ბროკერი და at most once გარანტიისთვის საუკეთესოა, მაგრამ Redis-ი დღეს არ გვინდა. გადავიდეთ კაფკას მთავარ ბრწყინვალებაზე, რაც არის გარანტია at least once, რაც ნიშნავს, რომ კაფკა გარანტიას იძლევა, რომ თქვენი მესიჯი შეტყობინება იქნება ადრესატამდე მისული მინიმუმ ერთხელ. აქაც დავაკვირდეთ, რომ ეს არ ნიშნავს ზუსტად ერთხელ. ერთხელ უეჭველი მივა და ასევე შესაძლებელია მეტჯერაც მივიდეს. ეხლა აქ რა ხდება და რა პრობლემებს შეიძლება შევეჩეხოთ. ვამბობთ, რომ კაფკა დაუკონფიგურირებული გვაქვს at least once კონფიგურაციით და რა ხდება ამის მერე. როდესაც პროდიუსერი ასეთ შემთხვევაში აგზავნის მესიჯს კაფკაში, ის ელოდება პასუხს, დადასტურებას, ეგრეთ წოდებულ acknowledgements. შემოკლებით ACK და როგორც კი პროდიუსერი მიიღებს ACK-ს, ის აგრძელებს თავის საქმეს და არის დარწმუნებული, რომ ეს შეტყობინება მივა კონსუმერამდე მინიმუმ ერთხელ. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კაფკა უბრალოდ არ აგზავნის acknowledgements, ის აგზავნის მხოლოდ მაშინ, როცა დაიჭირა შეტყობინება და თავისთან ჩაწერა დისკზე. მხოლოდ ამის შემდეგ, ასევე თუ პროდიუსერი არ მიიღებს acknowledgements, ის ეცდება გააგზავნოს თავიდან შეტყობინება იმდენჯერ, სანამ არ მიიღებს acknowledgements. კონსუმერის შემთხვევაშიც თუ წაკითხვის დროს გაითიშება სერვისი, რადგან ეს მესიჯი დისკზე ჩაწერილია კაფკაში, როგორც კი აღდგება სერვისის მუშაობა, ის აუცილებლად წაიკითხავს ამ მესიჯს. ამ კონფიგურაციით მონაცემები არ დაიკარგება, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ. რას ნიშნავს იქნება წაკითხული მინიმუმ ერთხელ? დავუშვათ ესეთი სცენარი. პროდიუსერმა გაუშვა მესიჯი კაფკაში, რომელიც ჩაიწერა, მაგრამ acknowledgement-ი რომ გაუშვა კაფკამ, Excel გაითიშა და ACK ვერ მივიდა პროდიუსერამდე. პროდიუსერმა რა თქმა უნდა თავიდან გამოუშვა იგივე შეტყობინება კაფკაში და ამჯერად უკვე მიიღო acknowledgement-ი. ამით მივიღეთ, რომ ერთი და იგივე ჩანაწერი გვაქვს ორჯერ კაფკაში, ანუ ორი დუბლირებული ჩანაწერი, რომელიც ასევე ორჯერ იქნება წაკითხული კონსუმერების ან კონსუმერების მხრიდან. როგორც თქვით, კაფკა არ ამუშავებს მესიჯებს, ის უბრალოდ იღებს და გადასცემს. სწორედ ეს არის გარანტია at least once, რომ შეიძლება იქნას ჩაწერილი ერთხელ ან მეტჯერ და შეიძლება იყოს წაკითხული ერთხელ ან მეტჯერ. ამ გარანტიის მთავარი თემა არის, რომ თქვენი მესიჯი არასდროს არ დაიკარგება. ეხლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე და გავარჩიოთ, როგორ უნდა დავიცვათ თავი დუბლირებული შეტყობინებებისგან. სიტუაციას რომ შევხედოთ კონსუმერის მხრიდან, ჩვენ როგორც პროგრამისტებმა ყოველთვის უნდა ჩავთვალოთ, რომ გარანტია at least once ყოველთვის იმუშავებს ცუდად და ყოველთვის დაადუბლირებს მონაცემებს. შესაბამისად, ჩვენს კოდში ყოველთვის უნდა არსებობდეს ფილტრები, რომლებიც გამორიცხავენ დუბლიკატების დამუშავებას და ჩვენი სერვისი იმუშავებს სწორედ. სწორედ ასეთ სერვისებს, რომლებსაც აქვთ ამის შესაძლებლობა და ჩადებულია ეს ფილტრები, ქვია idempotent სერვისები. სხვათა შორის ეს კარგად დაიმახსოვრეთ, ხშირად ეკითხებიან პროგრამირების გასაუბრებაზე idempotent-ის შესახებ.
ანუ რომ შევაჯამოთ იდემპოტენთის თემა, კონსუმერი არის იდემპოტენთი თუ მასში არის ჩადებული ლოგიკა, რომელიც მუშაობს დუბლირებულ მონაცემებზე, ისე თითქოს მხოლოდ ერთი იყოს, ანუ ორჯერ ერთი და იგივეს არ დაამუშავებს. ახლა კი გადავიდეთ კაფკას ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხარეზე, ეს არის მისი მასშტაბირების შესაძლებლობა. როგორც უკვე ზევით თქვით, კაფკა არის ძალიან სწრაფი, იმიტომ რომ შეუძლია კონკრეტული ტოპიკები, ჩვენ შემთხვევაში გადარიცხვის ტოპიკი დაყოს ფართი შენებად და პარალელურად ამუშაოს, ჩაწერა, წაკითხვა. მაგრამ რაც არ გვითქვამს ზევით არის ის, რომ ასევე შესაძლებელია ეს ფართი შენები გადაანაწილოთ ცალ-ცალკე სერვერებად. რადგან ყველა სერვერს აქვს სასრული რესურსი, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ტოპიკი დავყოთ ფართი შენებად და ასევე ეს ფართი შენები გქონდეს სხვადასხვა სერვერებზე. მაგალითად, თუ გვაქვს 5 ფართი შენი, 2 გქონდეს ერთ სერვერზე და 3 მეორე სერვერზე. ან მეორეზეც 2 გქონდეს და კიდევ ერთი სერვერი დავდგათ და სადაც მხოლოდ ერთი ფართი შენი იქნება. და ასეთ სიტუაციაში ჩვენი ტოპიკი არა მარტო დაყოფილია, არამედ სხვადასხვა სერვერებზეა გადანაწილებული, რაც უდიდეს მოქნილობას და სტაბილურობას გვაძლევს. მაგრამ როგორც სლაიდზე ხედავთ, ჩვენი ფართი შენები არის გადანაწილებული 3 სერვერზე და რა მოხდება თუ რომელიმე სერვერი დაიწვება. ინფორმაცია, რომელიც ამ სერვერზე იყო, რა მოუვა. რა თქმა უნდა, ეს კითხვა კაფკას შემქმნელებას დასვეს და გადაწყვიტეს კიდეც. როდესაც ჩვენ ვანაწილებთ ფართი შენებს, ყველა სერვერზე არის კოპია, რომელიც არის არააქტიური, მაგრამ მონაცემები რეპლიცირდება. შესაბამისად, სერვერი თუ გაითიშა, კაფკამ ამის შესახებ იცის და დაუყოვნებლივ ააქტიურებს არააქტიურ ფართი შენებს და მუშაობას აგრძელებს იდეალურად. რეალურად ძალიან მაგარი შესაძლებლობაა, როცა სერვერებს ამატებ იმის გამო, რომ ინფორმაცია არ დაიკარგოს და თან იყენებ ამ სერვერების შესაძლებლობას. MS SQL-საც რომ შეეძლოს მსგავსი რამ, ძალიან მშვიდი ცხოვრება მექნებოდა. მაგრამ რა თქმა უნდა, მარტო კაფკას მასშტაბირება არ გშველეს. თუ გვაქვს ძალიან ბევრი მესიჯი და რომელიმე კონსუმერი ვერ აუდის ამ მესიჯების დამუშავებას. ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ მეორე, მესამე ინსტანსი კონკრეტული სერვისის და კაფკა მათ გააერთიანებს ეგრეთ წოდებულ consumer group-ში, ანუ კონსუმერების ჯგუფში და ავტომატურად გაანაწილებს ფართი შენებს. მაგალითად, ორ ფართი შენს პირველი წაიკითხავს, მესამეს მეორე და ამით მივიღებთ საუკეთესო load balancing-ს. მაგრამ აქაც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არსებობს. ზოგადად კონსუმერი შეიძლება ვერ ასწრებდეს დამუშავებას, მაგრამ გადატვირთვა, ანუ ზედმეტად ბევრი მონაცემი არ მიეყრება, რადგან კონსუმერი თვითონ მიდის წასაკითხად და არა პირიქით. ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. ამით თავიდან ვიცილებთ კონსუმერების ეგრეთ წოდებული out of memory დატვირთვას, როცა ბევრი მოთხოვნისგან სერვისი უბრალოდ ითიშება. სანამ შეჯამებაზე გადავალთ, ბოლოსთვის მოვიტოვე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ეს არის კაფკას retention policy, მონაცემების შენახვის ვადა. კაფკა არ არის მხოლოდ რადიო, რომელიც ინფორმაციას გადასცემს. ის უფრო ჟურნალია, ლოგი, სადაც ეს ინფორმაცია ასევე ინახება. რატომ არის ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი? თუ ჩვენ კონსუმერი გაფუჭდა და აღარ მუშაობს, როდესაც აღდგება, შეგვიძლია წარსულში გავუშვათ და ბოლო 2 დღის მონაცემები მაგალითად თავიდან დავამუშავებინოთ. ამის შესაძლებლობა ჩვეულებრივ queue-ებს, ისეც როგორიც არის RabbitMQ, არ გააჩნიათ. და სწორედ ეს არის ხოლმე პირველი, რასაც იძახიან თუ ვინმეს კითხავთ, რა განსხვავება RabbitMQ-ს და კაფკას შორის. Rabbit-ში, როდესაც მესიჯს წაიკითხავთ, ის მესიჯი იშლება და კაფკაში თქვენ აკონტროლებთ, რამდენი ხანი შეინახოთ. მოკლედ რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ვიდეო, კაფკა არის თანამედროვე სისტემების კომუნიკატორი. ის აკავშირებს ერთმანეთთან ათეულობით სერვისს ისე, რომ მონაცემები არ იკარგება, სისტემა არ ჭედავს და ნებისმიერი დატვირთვის დროს მუშაობს სტაბილურად. კაფკა არის ხელსაწყო, რომელმაც შეცვალა მიდგომა მონაცემების მიმართ. ინფორმაცია აღარ არის სტატიკური რაღაც, რაც სადღაც ბაზაში დევს. ინფორმაცია არის ცოცხალი ნაკადი, რომელიც მუდმივად მოძრაობს და რეალურ დროში ცვლის ჩვენს ციფრულ სამყაროს. იმედი მაქვს ეს ვიდეო დაგეხმარათ კაფკას გააზრებაში. თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დამიტოვეთ კომენტარი. ეს მართლა მეხმარება. ნახვამდის.